ამ წუთებში ისევ მიმდინარეობს დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს დამაკავშირებელ გზაზე დაზიანებული მონაკვეთების აღდგენითი სამუშაოები. მოძრაობა რიკოთის უღელტეხილზე ამ დროისთვის მხოლოდ სამხრივად განახლდა. დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით ყველა სახის ტრანსპორტს ატარებენ. საპირისპირო მიმართულებით მოძრავ ტრანსპორტს კი კვლავ საჩხერისა და ახალციხის შემოვლითი გზებით უწევს სარგებლობა. გრძელდება დაკარგული ადამიანების ძებნაც. რიკოთის უღელტეხილიდან ნინო სამყურაშვილი გვერდება. ნინო, ხომ არ მოხერხდა დაკარგულების პოვნა? დიახ, ამ დროისათვის დადასტურებული არის ის, რომ კიდევ ერთი ცხედარი არის ნაპოვნი, რომელიც დაკარგულად ითვლებოდა. ამ დროისათვის დაკარგულად სტიქიის შედეგად ითვლება ერთი ადამიანი. ამ დროისათვის მუშაობენ სამაშველო სამსახურები იმისათვის, რომ მოხდეს აი ამ დამეწყრილი ტერიტორიის გაწმენდა, რომელიც არის რესტორან რიკოთის ტერიტორია და რომელიც იყოს მთლიანად დამეწყრილი. ასევე სამაშველო სამსახურები აკეთებენ სპეციალურად არხებს იმისათვის, რომ წყლის ნაკადი, რომელიც ამ დრომდე ჩამოდის მთიდან, შეუერთდეს მდინარე სურამულას და ამის შედეგად იქნება შესაძლებელი, რომ დაიწყოს უკვე გაწმენდა აი ამ ტერიტორიის. სამძებრო სამაშველო ღონისძიებები, როგორც რიკოთის ტერიტორიაზე, ისე ჩუმათელჩის სურამში, იმიტომ რომ მოგეხსენებათ 4 გარდაცვლილი, 4 დაღუპული სურამში იყო აღმოჩენილი და იქ იყო ნაპოვნი. დღეს დილას ჩვენ სამაშველო სამუშაოების შედეგად ვიპოვეთ ერთი ქალბატონი და ახლა ამ ეტაპზე გვერდება ერთი დაკარგული. დედაჩემი მოყოლილია შიგნით და არა მარტო დედაჩემი, სავარაუდოდ არის ხალხი მოყოლილი, რომელიც იყო შემოსული და ქალბატონი ორი, რომელიც მუშაობს რესტორანში, დღესდღეობით დაკარგულია. ერთი სავარაუდოდ არის შიგნით მოყოლილი, ანუ მე ხაჭაპურს აცხობდა და სახაჭაპურაში არის მოყოლილი. და ამ დრომდე ვერ ხერხდება მისი. შიგნით ვერ შევედით, რომ ვერ მოხერხდა. შეუძლებელია ამ წუთისთვის მათი ძებნა სამაშველო სამსახურიდან, გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს, როგორც ხედავთ და მიეცემა თუ არა მაშველებს საშუალება, იმ წუთშივე გაგრძელდება მათი ძებნა. დილიდან სტიქიის ადგილებში ჩავიდნენ უმრავლესობის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ სურამსა და ჩუმათელეთში და შეხვდნენ იქ მოსახლეობას, შემდეგ კი უკვე ჩამოვიდნენ უშუალოდ რიკოთის უღელტეხილთან. ოჯახისთვის მართლა ძალიან მძიმე ვითარებაა, იმიტომ რომ ეს უპრეცედენტო მასშტაბის სტიქია იყო, წყალი დააზიანა, თქვენ იცით რომ საზოგადოება მიწის რომ არა მარტო სახლები, არამედ და გზები, არამედ სამწუხაროდ ხორბლიც არის და მართლა ყველას თანაუგრძნობ, მაგრამ ამ წუთისათვის ასეულობით ოჯახს აქვს დიდი პრობლემა, დატბორილი სახლები, უკვე ლამით არის სავსე პირველი სართულები და ეხლა ყველანაირი სამუშაოები კეთდება, მობილიზება ხდება ყველა ძალის იმისათვის, რომ მაქსიმალურად სწრაფად მოხდეს ამ რთული მდგომარეობის განმუხტვა. მინდა სამძიმარი გამოუცხადო ყველა იმ დაღუპული ოჯახის წევრებს. რაც შეეხება თვითონ ადგილზე მდგომარეობას, როგორც იცით, ჩვენ გახდით თვითონ ხაშუშიც, მუნიციპალიტეტში და ავათვალიერეთ მოსახლეობა ვნახეთ, დაზარალებულები. ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, რომ ძალიან დიდია ზარალი, როგორც ჩანს. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ პირველადი სამუშაოები უკვე მიმდინარეობს, ადგილობრივი ხელისუფლება, ცენტრალური ხელისუფლება მაქსიმალურად ჩართული არის და პირველი კერები რაც შეიძლება იყოს ამისი აღმოფხვრა ხდება. დაზიანებული გზის გაწმენდა და სამაშველო ოპერაცია უკვე მიმდინარეობს თითქმის 48 საათზე მეტი არის სტიქიის ადგილებში. სურამიდან რიკოთის უღელტეხილამდე ცენტრალური მაგისტრალი არის დაახლოებით 25 ადგილზე დაზიანებული, ზარალი კი 10 მილიონ ლარს აჭარბებს. რიკოთის უღელტეხილიდან ნინო სამყურაშვილი გვერდებოდა. ტერიტორიაზე სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. სპეციალისტებმა წყლის მიმართულების შესაცვლელად მიწაში სანიაღვრე მილები ჩაამონტაჟეს, რომელთა საშუალებითაც წყლის ნაკადი მდინარე სურამულას უნდა შეუერთდეს. სამუშაოებს უშუალოდ ხელმძღვანელობდნენ რეგიონული განვითარების, ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის მინისტრები, ასევე პრეზიდენტის რწმუნებული შიდა ქართლში. სანიაღვრე მილების დამონტაჟების შემდეგ შესაძლებელი გახდება გზის აღდგენითი სამუშაოების დაწყება. რიკოთის უღელტეხილზე სტიქიის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, ერთი კი ამ დრომდე დაკარგულად იქნება.
ვთქვათ, რომ ეს იყო ყველაზე რთული უბანი ამ მონაკვეთზე, ამ სტიქის დროს. აქედან გამომდინარე, მთელი წყალი, რომელიც ჩამოდიოდა მთიდან, აზიანებდა ცენტრალურ გზას. ჩვენ ავდექით გავჭერეთ ცენტრალურ გზას, ჩავდეთ მილი, შესაბამისად მიმართულება წყალს მივეცით და მთლიანად ავარიდეთ გზას. ეს ნიშნავს იმას, რომ დილიდან უპრობლემოდ ტრანსპორტი ამ გზაზე მოძრაობას შეძლებს. მთელი 2 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა სამუშაოები იმისთვის, რომ კვარცხლბის სპეციალური გზით გაგვეშვა, შესაბამისად გაითხარა, ჩაიდო სპეციალური მისადენი, რომელთაც აცილებული იქნას გზას საერთოდ წყალი და შესაბამისად ეხლა უკვე დაიწყება თვითონ გზის საფარის აღდგენა. პრაქტიკულად აი ამ გვიანღამით შეუძლებელი შეძლო რამოდენიმე სამინისტრომ ალბათ ერთობლივი მუშაობით და ძალიან ბევრი ადამიანის შრომა ჩაიდო ამაში. მთავარია რომ ის მიზანი რაც ხო დასახული რომ ინფრასტრუქტურის სამინისტროს რაც ხონდა მიზანი დასახული ამაღამ ეს პროგრამა უნდა მოგვარებულიყო ეს მოგვარდა. აი ამ გზაზე უკვე წყალი აღარ მოედინება ამ ეტაპზე. ეს საშუალებას მისცემს საგზაო დეპარტამენტს შესაბამის სამსახურებს იმისთვის რომ აქ შესაბამისი ინფრასტრუქტურა ისე მოაწყონ რომ ეტაპობრივად უკვე დაიწყოს მანქანებმა სიარული. დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს დამაკავშირებელ გზაზე სტიქის შედეგად მიყენებული ზარალი 10 მილიონ ლარს აჭარბებს. გზის მონაკვეთის სურამიდან რიკოთის გვირაბის მიმდებარე ტერიტორიამდე სოფელ ხევამდე დაახლოებით 25 ადგილზეა დაზიანებული. მთელი ღამის განმავლობაში სტიქიის ზონაში დამატებითი ცოცხალი ძალა და სპეცტექნიკა იგზავნებოდა. აღდგენითი სამუშაოების მიმდინარეობა პრემიერ-მინისტრმა პირადად გააკონტროლა. მასთან ერთად იმყოფებოდა ფინანსთა ახალი მინისტრიც. ითვლიან სტიქიის შედეგად მოსახლეობისთვის მიყენებულ ზარალსაც. ესე იგი ტექნიკა ორთაში რაც უნდა მოსულიყო წვიმა მოვიდა 2 საათში 50 წელი აქ ვარცობს არ გავუვიდა. სავარაუდოდ 10 მილიონზე ლარზე მეტი იქნება ზარალი ჯამში, რაც დაუჯდება ეს ბიუჯეტს. მიმდინარეობს უკვე აღდგენითი სამუშაოები გზის 4 ძალიან რთული მონაკვეთია გზის, რომელიც არის დაზიანებული, თუმცა ჯამში 25 მონაკვეთია დაზიანებული. ჩვენ უკვე ავიყვანეთ კომპანიები, რომლებიც უკვე განაწილებულია და ეს კომპანიები უკვე ატარებენ სამუშაოებს. რაც შეეხება მოსახლეობას სურამში და სოფელ ჩუმათელეთში მიმდინარეობს ახლა აღწერა იმ ზიანის რაც მიყენებული არის და ასე ჩვენ სამაშველო ჯგუფები გამოვიძახეთ თბილისიდან რაც იმისათვის რომ მოხდეს უფრო ჩქარა წყლის ამოტუმბვა სახლებიდან სახლების გამაგრება იმისათვის რომ მოსახლეობამ განაგრძოს ჩვეულებრივი ცხოვრება. ჩვენ ვარაუდობთ რომ დაახლოებით 10 დღის განმავლობაში მთლიანად აღვადგენთ გზას საწყის პოზიციაზე. აქედან გამომდინარე ყველა სამსახური მობილიზებულია. ჩვენ შეთანხმებით საპატრონო პოლიციასთან პერმანენტულად ვატარებთ თვირთებს, ასე რომ საცობები თვირთების არც ერთი მიმართულებით შექმნილი ამ ეტაპზე არ არის. ყველაფერს გავაკეთებთ რომ მაქსიმალურად სწრაფად მოახდინოთ ვითარების ნორმალიზაცია. თვლიან ახლა ზარალს არსებობს რამოდენიმე ჯგუფი რომელიც ამითაა დაკავებული და ახლა ეს მთავრობის ხომაზე ამას გავიგებთ. გვაქვს ჩვენ სარეზერვო ფონდებში შესაბამისად ყველანაირ ზონებს მივიღებთ.